მოგესალმებით, როგორ ხართ? საჯარო გაშლა იც როგორი საჯარო გაშლა მოვიფიქრე, რომ 2025 წელს რა შეცდომები დავუშვით, რომელიც აღარ უნდა დავუშვათ 2026-ში, რომ იყოთ ბედნიერები. მოდი ეს საჯარო გაშლა იყოს რა წერიდან გამომდინარე. რომ სწორად განსაზღვროთ მოცემულობა. ბევრ ფულს ფლანგავდით, ბევრ ადამიანს პატიობდით, არასწორად ექცეოდით თქვენს თავს. რევდით სხვა ადამიანებს ურთიერთობას განსახილველად. ფინანსებში ბევრი გაცემა გქონდათ, ვიდრე შემოსავალი. იფლანგებოდა ფინანსები და აღარ უნდა გაიმეოროთ ის ფაქტორი, რომ ვინმე ჩარიოთ თქვენს პირად ცხოვრებაში. ფინანსები ამდენი რაოდენობით გასცეთ და ჩვეულებრივად ჩვეულებრივი პაატა ბურჟუაზიის დამფუძნდა რაღაცა მე მგონი პაატა ბურჟუაზიის ჰქონდა ადრე რაღაცა ფონდი ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს არ ეხმარებოდა. კი უნდა დაეხმაროთ რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ აი თქვენ ყველას ეხმარებით ვინც საჭიროა, ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ და ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რესურსი განსაზღვროთ და აი პირველ რიგში თქვენი თავი უნდა დააფასოთ, ეს იქნება მთავარი პროგრესი 2026 წელში. ანუ თქვენი თავი უნდა დააფასოთ და აღარასდროს ზედმეტად დიდი მოლოდინები არავის აღარ დაამყაროთ და უბრალოდ იცხოვრეთ მოლოდინების გარეშე ბედნიერად და ეს უფრო მეტ ჰარმონიას და სულიერ სიკეთეებს მოგიგდანთ ცხოვრებაში. მადლობა ყურადღებისთვის.